საოცარია ქართული მიწა თითქურთხეული ქართველი ვარ თამაზ მუნიავას ცხოვრებაში ოთარ რამიშვილის გაცნობის შემდეგ გიტარამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. 6-მიანი ინსტრუმენტი მისთვის უსაყვარლესი ატრიბუტია. მასე როგორც ცნობილი მუსიკოსების სიმღერებს, ასევე საკუთარ შემოქმედებასაც ასრულებს. ამბობს, რომ ოთარმა მის ცხოვრებაში დიდი გავლენა მოახდინა და თავის წარმატებასაც მას უმადლის. ბავშვობიდან მღეროდი, თავიდან 7-მიან გიტარაზე ვსწავლ, მამაჩემმა მასწავლა, ცხონებულა, მამა გარდაცვლილი მყავს და მოგვიანებით გავიცანი ოთარ რამიშვილი. და გადავედი მე 6-მიან გიტარაზე და ოთარ რამიშვილმა არანაკლები როლი ითამაშა ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში, ვიდრე ჩემმა მამაჩემმა და ჩემმა მშობლებმა. იმიტომ ეს არის ღვთისმიერი კაცი. ოთარზე მე დიდი მადლობელი ვარ ბატონი ოთარ რამიშვილის. ოთარ რამიშვილმა მომწყვიტა რასიც 14-15 წლის ბავშვისთვის რაც ადველია რომ აურიოს ცხოვრება ქუჩა. იმიტომ და ქუჩას რომ მოგწყვიტავს და აღარ გცალია იმ რაღაც ცუდი საფიქრელად და დაგაჯენს ლექსკასწავლის, წაგიყვანს დაუშვათ გიზონიშნიანიძესთან, სუფრაზე დაგაჯენს ირაკლი აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, ოთარ მეღვინე თუხუცესთან, ასეთ ხალხთან აცგანსვენებული ნათელი დაადგეს გურამ ლორთქიფანიძესთან, ამგენთან ხლები ვარ, ღმერთკაცებთან ხლები ვარ ოთარს. და ეს პატარა რამე არ არის, მე მგონი. თამაზ მუნიავა ლექსების წერამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა და დღეს 2 წიგნის ავტორია. წერს ყველაზე და ყველაფერზე. მეგობრებზე, სიყვარულზე, სამშობლოზე და საკუთარ ქალაქზე. მისთვის ლექსისა და სიმღერის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მოქმედება დავიწყე სადღაც რო წამომიზარდე, მახსოვრობა დამეწყო. თავიდან ჰობი მეგონა ეს, მაგრამ ჰობი კი არა, ჩემი ძირითადი საქმე ეკ-ყოფილა. ეხლა რო ხვდები. იმიტომ ლექსოთ და უსიმღეროთ არ შემიძლია ცხოვრება. ჭირშიც უნდა მღეროდე, ხინშიც უნდა მღეროდე, კაცი ჩვენი წინაპრები ბრძოლაში სიმღერით მიდიოდნენ. ლექსებზე და სიმღერაზე შეყვარებული კაცისთვის მეგობრები მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამბობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და დროის უმეტეს ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებს. მეგობროთ არ შემიძლია პიკასოს დამსახურება ყველაფერი ჩემი თუ რაიმე არქივი არსებობს, ჩემი სიმღერა შემორჩა კაცობრიობას, როდესაც უფალი მომაკითხავს 100 წლის შემდეგ და დარჩება ჩვენს შვილებს და მომავალს ამის დამსახურება ყველაფერი ამას უდიდესია მაგია არანაკლები ეხლა ვთქვი ოთარ რამიშვილზე და მამაჩემზე და ჩემს ძმაზე და დედმამიშვილებს. არანაკლები კი არა, ესაა რაცაა ჩემი ყველაფერი. უმეგობროთ, მე არ მიცხოვრე არასოდეს. ქალბატონ ლილინიცუბიძეს აქ უმეგობრობა არ მიგლოვია. არავყოფილ ვარ კენტად. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან მიყვარდა თავზე მეტად. ერთად არ დაბადებულვართ, თორე მოვდივართ მთელი ასე მგონია რომ ერთად მოვიდა მთელი ცხოვრება. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი. ძალიან საოცარი, ძალიან ნიჭიერი. აი რაც შეეხება თვითონ სიმღერებს და ლექსებს, ესა მისი გულიდან წამოსული. აი ეკითხებოდეთ კიდეც. ქუთაისზე აქვს რამოდენიმე სიმღერა. ქუჩაზე, მეგობრებზე, მამაზე, ბრძოლაზე, სოხუმზე, ტამის, რა ვიცი, მის გულში რა ცდებს იმ ხელა სიყვარული, რომელიც მას გააჩნია, ყველაფერი მის წიგნებში და მის სიმღერებში. თაზო ნუსავ ხალხს ვეჩხუბები, ხშირად ვეჩხუბები და რო წარმოვიდგენ, თაზო არსობს. მე რო ვფიქრობ, რომ მართლა უაზრობა. თაზო აი როგორიცაა, ხო, ასეთი უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ ეს არის უნიჭერესი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია. ემღერება და მღერის, ეწერება და წერს, ამბობს, რომ მისი ცხოვრება სიმღერის და მეგობრების გარეშე წარმოუდგენელია. გამახალა ღამე სევდიანია ლექსიც და რითმა უშენოდ არ არა მიღირს რამე